სახალხო დამცველის კრიტიკული შეფასებების საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიშდღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოусმინეს. ლევან იოსელიანის თქმით, კვლავ აქვთ ინფორმაცია პატიმრების, მათ შორის არასრულწლოვნების პირველადი შესახლების დროს სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის თაობაზე. ეს კი მისი თქმით არამხოლოდ ეწინააღმდეგება დაწესებულების დებულებებს, არამედ დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს. იოსელიანმა გააკრიტიკა ახალი სანქციებიც, რომლებიც შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ სამართალ დარღვევებს ეხება და მათ არაპროპორციული უწოდა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებების უალტერნატივოდ დაქვემდებარება ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. ასევე როგორც მათი განმეორებით ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. საყურადღებოა ისიც, რომ შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება ხალხის სავალ ადგილს ან ხალხის მოძრაობას აფერხებს. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდაყოფთა კოდექსის 174 პრიმა მუხლის საფუძველზე გამოვლენილი სამართალდარღვევების ფაქტების განსაკუთრებული სიმრავლით დასტურდება. 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების რაოდენობა 8200-ს აღწევდა. ლევან იოსელიანის თქმით, ანგარიშის წარდგენის დროისთვის სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავდათ აქციებზე დაკავებული ჯამში 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე 302 მიუთითებდა. დაზიანებები კი 192-ს აღენიშნებოდა. დაკავებულებიდან 49 იყო ქალი და 2 არასრულწლოვანი. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 2024 წელთან შედარებით აქტივისტთა დაკავებისა და აქციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბების შემცირებასთან. ამის მიუხედავად არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო, მათ შორის დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ასევე 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გამოვლენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ნაწილზეც. ანგარიშის წარმოდგენის დროისთვის 2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლისმღერლობრივი დევნა არც ერთი სამართალდამცემის მიმართ არ იყო დაწყებული. თუმცა აქვე აღსანიშნავია და მისასალმებელია, რომ უკვე 2026 წლის 8 მაისს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 სპეცრაზმენს და დაცვის პოლიციის ერთ თანამშრომელს ბრალდება წარედგინათ. მნიშვნელოვანია აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდეს. ლევან იოსელიანთან დღეს კრიტიკული შეკითხვები ჰქონდათ როგორც ქართული ოცნების, ისე პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატებს. თქვენ ანგარიში არ გაქვთ ასახული BBC-ს გამოძიებასთან დაკავშირებით საკითხი, სადაც ადამიანებს უბრალოდ უფლება წაერთვათ, სცოდნოდათ, ვინ დაარღვია მათი კანონი, იმიტომ რომ საქართველოს კანონმდებლობით წყალში ნებისმიერი ნივთიერების გარევა არის უკვე კანონდარღვევა. ბატონო ლევან, აი ამ ყველაფრის ფონზე საქართველოში, როდესაც დღეს ირღვევა ადამიანის უფლება, ძალიან ცოტა ადამიანს ახსენდებით თქვენ. ალბათ 80%-მა სამწუხარო თქვენი სახელიც არ იცის. და ეს არის იქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, თქვენს მიმართ გამოგზავნილი წერილები იქნებოდა ორჯერ მეტი. თქვენ რომ ამაზე ხმამაღლა ახდენდეთ რეაგირებას. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ძალიან კარგად იმუშავა თქვენმა აპარატმა ამ ანგარიშის სახით, რაც მნიშვნელოვანია. რაც მნიშვნელოვანია. ასეთ შეფასებებს ვერ გააკეთებდით. რა ნაწილში თქვენ შეგიძლიათ პასუხი გამცეთ, ბატონო ლევან. ესეთ შეუვალი მინდა იყოთ, როდესაც ადამიანების უფლებები ირღვევა და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთი ხო მოითმინეთ და როდესაც დავასრულებ, შემდეგ გამეცთ პასუხი. საერთაშორისო სამართლით და პრაქტიკით არის თუ არა გათვალისწინებული, მათ შორის, როდესაც შეკრება და მანიფესტაცია გადაიზრდება მასობრივ ძალადობრივ შეკრებაში, სადაც ადამიანები ცოცხლად დაწვის ცდილობენ, რომ დაწვან ცოცხლად პოლიციელები, სადაც პირდაპირ შტურმი მიმდინარეობს სტრატეგიულ ობიექტზე,
იმ ობიექტზე, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და ეს ხდომა მიმდინარეობს, ცდილობენ რომ შეიჭრან ამ დაწესებულებაში. ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს თუ არა ლეგიტიმური უფლება, რომ საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გამოიყენოს. სახალხო დამცველი 2025 წლის ანგარიშს ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.